alguien entra y no. როცა ვინმე ისე მოდის, რომ არაფერს ამბობს, მაინც ვამჩნევ მის მოსვლას, რადგან მისი სუნთქვა მესმის. ეს შეგრძნებაა. ჩემი აზრით, სხვა შეგრძნებებსაც უკეთ აღვიქვამ, რადგან მხედველობა არ მაქვს. მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემიძლია. ამიტომ თუ ვინმეს გახსენება მინდა, მის ხმას ვიხსენებ. ძალიან მეშინოდა სიარულის. მეგზური ძაღლის ყოლამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ადრე მხოლოდ თეთრი ხელჯოხის იმედად ვიყავი. ჩემი სახელია მარი ხოსე ერნანდეს ხიმენესი. მე ვსწავლობ ცხოვრებას მეგზურ ძაღლთან. Mi nombre es María José Hernández Jiménez. Estoy pues aprendiendo cómo manejar a mi perrita ayer. Llevo en la escuela 1 año y medio. უკვე წელიწად ნახევარი ამ სკოლაში დავდივარ. თავიდან ყოველდღიური საქმიანობის კურსით დავიწყე, რათა მესწავლამ ზარეულობა, ქაღალდისა და ხურდაფულის გარჩევა და კერვა. ყოველთვის მინდოდა მეგზური ძაღლი მყოლოდა. ჩემს ძაღლს რეინა ჰქვია და ორივე ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ კომპანიონები. ყოველთვის სანამ რამეს დაავალებ, ძაღლს ჯერ სახელით უნდა მიმართო, რათა მიხვდეს, რომ ასეუბნებ. პირველად რომ შევხვდით, ჯერ ის ვისწავლეთ, როგორ გვევლო ერთად, რომ ერთმანეთისთვის ფეხი აგვეწყო. თანდათან სასიარულო მანძილი გაიზარდა და გართულდა. Nuestra escuela მეგზური ძაღლების საწვრთნელი სკოლა პირველად ჩვენ გავხსენით ლათინურ ამერიკაში და ის ერთადერთია მეხიკოში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უსინათლოების კეთილდღეობას, დაეხმაროს მათ იმოძრაონ დამოუკიდებლად და ჰქონდეთ მაღალი თვითშეფასება. Mi condición empezó cuando yo nací, me detectaron glaucoma. მხედველობის პრობლემა თანდაყოლილი მაქვს. გლაუკომის დიაგნოზი დამისვეს. მარჯვენა თვალზე ოპერაციას რომ მიკეთებდნენ, ექიმმა შეცდომა დაუშვა და თვალის გარსი ისე დამიზიანა, რომ მხედველობა დავკარგე. მარცხენა თვალში კი მხედველობა თანდათან რამდენიმე წლის განმავლობაში გამიქრა. ამჟამად დაახლოებით 2%-იანი მხედველობა მაქვს. მარჯვენა თვალით ვერაფერს ვხედავ, მარცხენათი კი მხოლოდ სინათლის მნიშვნელოვან ცვლილებას ვარჩევ. ბევრი რამ მიჭირს, მაგალითად ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა. ყოველთვის მეგონა, რომ ერთსა და იმავე ადგილას უნდა ვიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ან ხელიდან გამივარდება, რაც მიჭირავს, ან დავეცემი. გონი ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ თავი უსაფრთხოდ მეგრძნო. როცა ავტობუსში პირველად ავედი, მეგონა ყველაზე ცუდი დღე გამითენდა ცხოვრებაში. ჩემთვის ვიფიქრე, რომ მოუკვდები, ამას ვერ შევძლებთ მეთქი. ნელ-ნელა მივიწევდით წინ მე და ჩემი ძაღლი. ერთსა და იმავეს ხშირად ვიმეორებდით და ბოლოს გაოცებული დავრჩი. თურმე სიარული შემეძლო. ხვდებოდი თუ როგორ მივყავდი ძაღლს ხალხში შეუჩერებლად, ძალიან სწრაფად და ზიგზაგებით. ეს წარმოუდგენელი მეგონა. მეგზური ძაღლის ყოლა დიდი უპირატესობაა. Pensé que increíble, el perro guía es una gran ventaja. Es una gran responsabilidad unir estas dos vidas. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანსა და ძაღლს ერთად ცხოვრება ასწავლო. მათ შორის უჩვეულო კავშირი უნდა დამყარდეს, რათა ერთმა შეძლოს მეორეზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია მეგზური ძაღლის მხედველობა დაქვეითებულ ადამიანთან შეგუების ეტაპი. ამ ეტაპს დაწყვილების ტრენინგი ჰქვია. Esta etapa es la formación de binomios. Al momento de elegir al usuario con el futuro perro, si es ahora sí. როდესაც საქმე ადამიანის ძაღლთან შეგუებას ეხება, ყველაფერს ინსტინქტი განსაზღვრავს. ძაღლებთან წინასწარ 6 თვეს ვმუშაობთ და უკვე ვიცით მათი ტემპი. ამიტომ ვაკვირდებით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ძაღლს პოტენციურ პატრონთან. მათთან ერთად ვსეირნობთ, ვაკვირდებით მათი ნავიჯის სისწრაფეს, ადამიანისა და ძაღლის სიმაღლეს. მაგალითად, მაღალ ადამიანს პატარა ძაღლს ვერ მისცემ. ყველა ეს დეტალი უნდა გაითვალისწინო. Necesito tener en consideración todo ese entorno. La primera vez que conocí a Reina me sentí muy feliz. როცა პირველად ნახე რეინა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, რომ დიდი ხნის ოცნება ამიხდა. საოცარი შეგრძნება იყო და ძაღლსაც გაუხარდა. ხტუნვა დაიწყო, კუც მიგიცინებდა. ეს წუთი არასდროს დამავიწყდება. ჩემი ძაღლი ძალიან მიყვარს. თითქოს 4 ფეხად შვილი მყავს, რადგან უნდა ვკვებო და ვეთამაშო. უნდა ვიგრძნო მისი მოძრაობა, ის ხომ ცოცხალი არსებაა. Tengo que sentir sus movimientos, ella es un ser vivo. როდესაც ტრენინგის კურსი სრულდება, ძალიან ლამაზ ცერემონიას მართავთ. ეს მეგზური ძაღლების გამოსაშვები ცერემონიაა. ამის შემდეგ იმ ადამიანს, რომელმაც მეგზური ძაღლი წვრთნის შედეგად შეიძინა, შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს ერთი ადგილიდან მეორემდე.
მეგზური ძაღლი თავის პატრონს გულს უთბობს, ფიზიკურ თავისუფლებას ანიჭებს, სულს კი გამბედაობით უხსებს. Y coraje al alma. ძალიან მეამაყება ჩემი პროფესია, იმიტომ რომ ადამიანს ცხოვრებას სასიკეთოდ უცვლის. Dejar algo positivo en la vida de una persona. Ya después, cuando me gradúe, espero empezar a trabajar y que poderme desplazar de manera... როცა ამ სკოლას დავამთავრებ, იმედი მაქვს მუშაობას დავიწყებ და ძაღლთან ერთად დამოუკიდებლად ვიმოძრავებ. ეს 24 საათიანი თანაცხოვრებაა. ეს ძაღლი ჩემი განუყრელი კომპანიონია. ის მეხმარება დავწლიო შიში. ძაღლი ხედავს იმ დაბრკოლებებს, რომელთაც მე ხშირად ვერც კი ვამჩნევ ჩემს ირგვლივ. სწორედ ეს არის მეგზური ძაღლის ყოლის აზრი.